მნიშვნელოვანია, ასევე მიდის გამსხვილების პროცესი, რაც ასევე დადებითი მოვლენაა. საკურორტო ტურისტულ ზონებში ევროპული სტანდარტების შესაბამისი წყლის გამწმენდი ნაგებობები აშენდება პროექტის ფარგლებში, ბორჯომში მშენებლობა უკვე დაწყებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მოინახულა ბორჯომში თანამედროვე კომპიუტერული სისტემით აღჭურვილი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ცოტა ხანში დასრულდება და მოსახლეობას წყალი ყოველდღე 8-10 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ახალი წყლის საცავი წამში 140 ლიტრ წყალს ფილტრავს, რაც სავსებით დააკმაყოფილებს ბორჯომის მოსახლეობას და დამსვენებლებს. მიმდინარე მშენებლობა სულ 400 ადამიანი დასაქმდა. აღნიშნული პროექტი გასულ წელს უკვე განხორციელდა დაბა ბაკურიანში. 24 საათიანი წყლის მომარაგება ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო და ჩვენ ეს მოვახერხეთ უკვე ამ სეზონზე. 80% 24 საათი მიეწოდება მოსახლეობის წყალი. ასეთი სისტემის წყლის გამწმენდ ჩვენ მეორეს ვაშენებთ უკვე. პირველი იყო ბაკურიანში და ეს წარმატებით დასრულდა. ამ პროექტზე 400 კაცი დავასაქმეთ ჩვენ და შეიძლება საკმაოდ სერიოზული გამოცდილება, იმიტომ რომ რთული კონსტრუქციაა ეს. ბორჯომში ხორციელდება უნიკალური პროექტი, რაც გულისხმობს გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას. ამ გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დასრულების შემდგომ ბორჯომი მიიღებს 24 საათიან წყალმომარაგებას 100%-ით. ძალიან კარგი საქმე კეთდება ბორჯომში. ადგილობრივები დასაქმებულები ვართ და მოგვეცა იმის საშუალება, რომ ოჯახში შევიტანოთ ლუკმაპური და რაც მთავარია, მე მიხარია, რომ ჩვენ ქალაქს ესეთ ლამაზ წყალგამწმენდ ნაგებობას უკეთებთ.